მოგესალმებით კიდევ ერთხელ ჩემო მეგობრებო, გამომწერებო, იუთუბელებო და ეხლა ვნახოთ ტრიპლექსის გაშლით, 3 კარტით რა სიახლეები, რა ახალი კარგი ცვლილებები გელოდებათ მარტის დასაწყისში. 3 კარტით ვნახოთ. ვინც ეხლა შემოხვედით და უყურებთ ამ ვიდეოს, რა ახალი კარგი სიახლეები გელოდებათ მარტის დასაწყისში. ვინც იყავით ჩაკეტილები და რაღაცა შიშები გქონდათ, კომპლექსები გქონდათ, ჩაკეტილობა, ხელის შემშლელი ფაქტორები და ეს თვეები ან ბოლო პერიოდი იყავით გამოვლა მდგომარეობაში, გიშველით თქვენი ცივი გონება მახვილობა, ანალიზის უნარი, სიტუაციის განსჯა, რაც ხდება მთლიანად თქვენ ცხოვრებაში, იმიტომ რომ ეხლა კარგი ეტაპია გადახედოთ თქვენ ცხოვრებას და საერთოდ ყველაფერს დაუფიქრდეთ, ჩაუკვირდეთ, გაანალიზოთ ყველაფერი, იმიტომ რომ ისე შემთხვევით არაფერი არ ხდება ამ ქვეყანაზე და ჩვენ ყველას გვაქვს რაღაც გამოცდები ჩასაბარებელი. ამიტომ ამ გამოწვევებს ვიღებთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცუდია. ანუ არც კარგია, არც ცუდია, მაგრამ ეს განსაცდელები და ეს გამოწვევები გვეხმარება ისევ ჩვენ, რომ მეტად გავძლიერდეთ და მეტად გამოვიმუშაოთ იმუნიტეტი და არ დავნებდეთ, რაც თავარია. და გავხდეთ მებრძოლები, იმიტომ რომ ხელები რო ჩამოუშვა და თქვა მეტი არ შემიძლია, ამის უფლება არ გაქვს. დღეს ისეთი ცხოვრებაა, რომ უნდა იბრძოლო. ახალი დასაწყისი მოდის აუცილებლად. პატარა ნაბიჯით, მთლიანობაში უკავშირდება გზას, შეიძლება ეს იყოს ცხოვრება, შენი ცხოვრებისეული გზა, რომელიც გაიარე რა ეტაპზეც ეხლა ხარ. ახალი დასაწყისი ყველა ვარიანტში იქნება, ეხლა ვნახოთ ფინანსებთან დაკავშირებით. როგორი იქნება თქვენი ფინანსური მდგომარეობა მარტის თვეში, ვინც ეხლა ამ ვიდეოს უყურებს, საჯარო გაშლა, პირადში ჩანს ყველაფერი დეტალურად. იმიტომ რომ აუცილებელია სახელი და აუცილებელია თქვენი მონაცემები, რომ დავეკითხო კარტს და ასე ზოგადად, რა თქმა უნდა, ესეც გამოგვადგება და ინფორმაცია, მაგრამ ზოგადია. ხო, და ამიტომ ვეკითხები მარტის თვესთან დაკავშირებით თქვენი ფინანსური მდგომარეობა როგორი იქნება, ვინც ეხლა ამ ვიდეოს უყურებს. ეს არის ძალიან პატარა შემოსავალი. იქნება პატარა ფინანსური შემოთავაზება. შეიძლება რაღაცა იურიდიული ფორმალობები დაგჭირდეთ, საბუთები, რაღაც და ხარჯიც, პატარა ხარჯიც მოგიწიოთ. მაგრამ ეს აუცილებელიაო, გვეუბნება პაჟის ჭიქების პაჟი, ასე ვთქვათ. მაგრამ ამაზე ნუ ინერვიულებთო, იმიტომ რომ რაც აუცილებელია ეხლა აი ამ მარტის თვეში მოაგვარეთო საბუთებთან დაკავშირებული თუ რასთან, ნუ მოკლედ ყველა სხვადასხვანაირად გაქვს, მაგრამ პატარა რაღაცა, აი როგორც აქ ამოვიდა, პაჟი კვერთხების ფინანსებზეც ამოდის პაჟი თასების, ანუ პატარა შემოსავალი იქნება და მაინც აბა თქვენი საქმიანობით, რასაც საქმიანობთ, თქვენი სფეროთი, თუ კარიერი, თუ ბიზნესი, თუ ვის რა გაქვთ, ხო? აი რას უნდა ელოდოთ ამ მარტის თვეში, 2026 წლის მარტის თვე თქვენთვის. რას უნდა ელოდოთ? რაღაცა სიახლეები იქნება თქვენს კარიერაში, თქვენს ბიზნესში, ფულთან დაკავშირებით რაღაც ცვლილებები და სიახლეები იქნება. ეხლა კარგი პერიოდია ყველაფერი გაანალიზოთ, ანუ დათვალოთ, გამოთვალოთ, არ ვიცი, ითხოვს ამას ითხოვს. გაანალიზოთ, რასაც დახარჯეთ, რასაც წავიდა.
და მთლიანობაში ჩაჯდეთ აი ამ ბიუჯეტში რო იტყვიან, ხო? ბიუჯეტურად, მაინც ბიუჯეტურ სიტუაციას მაჩვენებენ. ამ მარტის თვეში ასეა. მაგრამ რაღაც აი დიდი დანახარჯი, აი რაღაც დიდი, ხო, ფინანსური რაღაცა, ამ მარტის თვეში შეიკავეთ თავი, იმიტომ რომ მაინც არაადეკვატური პერიოდია, გარდამავალი პერიოდია. ნახეთ, ეხლა ხო 23 მარტს იქნება მთვარის დაბნელება, მერე რაღაც გავლენა მაინც აქვს ამ პერიოდს, ამ დაბნელებების კორიდორს. 20 მარტს უკვე პლანეტარული ახალი წელია და უკვე დადგება ყველაფერი თავის რიგში და აი 20 მარტის მერე უკვე აპრილის პერიოდიდან გამონათება იქნება. ეს მარტი მაინც ხო იცით როგორი გიჟი თვეა და ყველაფერზე მოქმედებს. როგორც პირადზე, ასევე ურთიერთობებზეც. და მაინც რჩევა ფინანსებთან დაკავშირებით მარტის თვე. აი რას გირჩევდათ? აი ამ მარტის თვეში 2026 წლის მარტის თვე. რჩევა თქვენთვის რა იქნება სამყაროსგან? იყავით აკურატულები თქვენ საქმიანობაში. თუ კონტრაქტს დებთ თვინმესთან ან რაღაც ხელშეკრულებას, თქვენი ემოციები აკონტროლეთ, რომ ნამეტანი არ გამოგივიდეთ რაღაც ისე, ხო? რაღაც სულ ყოველთვის დიპლომატიური ის უნდა გეჭიროთ იმიჯი, ხო? პარტნიორებთან დაკავშირებით ყველაფერი კარგად აწონდაწოვენეთ და შეამოწმეთო თქვენი ინვესტიციები. და გადაამოწმეთ ყველაფერიო, აი რომ ის კონტრაქტი იქნება, ის საბუთი იქნება, გულდასმით წაიკითხეთ და ნამდვილად პირობებს გაეცანითო და ბოლოს მზე ამოდის. ძალიან კარგი, გამონათება იქნება. და ყველა წინააღმდეგობას თქვენ შეძლებთ რომ ესე იგი გადალახოთ, იმიტომ რომ ამის საშუალებას სამყარო მოგცემ, თუმცა ეს მარტის თვე კიდევ ერთხელ ვიძახი, ასტროლოგიურად და ისედაც კოსმიურად არის ტურბულენტური. რაც თქვენ გევალებათ, ყველა ის ვალდებულება, მოვალეობები დაკისრებული რაც გვაქვს, სამსახურია, კარიერა, ბიზნესი, ყველაფერი გულდასმით შეასრულეთ, მაინც ყოველ შემთხვევისთვის. გაანალიზეთ და ჩართეთ გონება. და საბოლოოდ თქვენ მიიღებთ იმ ასე ვთქვათ, ზღვენს, რასაც ელოდებით, მარტის თვე არა, უფრო აპრილი, მე გეუბნებით ამას, იმიტომ რომ მარტი არის ძალიან ისეთი თვე რა. საერთოდ, ნახეთ, რაღაც მოვლენები ფორმულირდება ეხლა. გარდამავალი პერიოდია, დრო დაჩქარებულია, ენერგიები შეცვლილია, ხდება რაღაცა ახალი. და აი ეს პერიოდი, ეს მარტის თვე კარგად უნდა გამოიყენოთ ამისთვის, რომ აი ზუსტად დააკვირდეთ თქვენ სიტუაციებს, აწონ-დაწონოთ, გადაავლოთ, გონება ჩართოთ ყველაფერს თვალი. თქვენი მოვალეობა, პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, შეასრულოთ, როგორც ასრულებდით, რაც გევალებოდათ და რასაც აკეთებდით, გააგრძელეთ, მაგრამ არ აჩქარდეთ არაფერზე, აი აჩქარებული და უცაბედი, აღტაცებული, აი რო იტყვიან, აი ესეთი ეხლა, არ მიიღოთ, იმიტომ რომ მაინც ყველაფერი უნდა 100 ჯერ გაზომე და მე გაჭერიო, ხო, შეამოწმო. ყველაფერი უნდა შეამოწმო, მით უმეტეს დღეს. ალბათობა ბევრი რამის, ისედაც სიცრუე მეფობს, მაგრამ იმისთვის ვართ, რომ დავამტკიცოთ სიმართლე და გაუნათოთ ადამიანებს გონება და ბოლოს იზეიმოს სამართლიანობა, იმიტომ რომ ამდენ სიცრუეში, ამდენ სიყალბეში, ამდენ ჭყალებში და მანიპულირება mainstream მედიიდან, ტელევიზიებიდან და ასე შემდეგ, ცრუ ინფორმაციების მოხვევა და გაზვიადება, ეს ყველაფერი უკვე გამოიარეთ და ვიცით. ყველა ინფორმაციას გადამოწმება უნდა, ასევე. ზოგადად რაც ხდება, იმიტომ რომ სინამდვილეში არავინ არ იცის ზუსტად რაც ხდება. სიმართლეს არავინ არ
გადმოსცემს რეალურად და ყველა მიკერძოებულია. დღეს ასეა. იმედია ხვალ გამონათდება და დადგება ის სამართლიანობა, რასაც ჩვენ ნათელი სულები აგერ რისთვისაც ვართ გამოღვიძებულები ვილტვით და ამ მშვიდობისკენ და პლანეტარული და სამყაროსეული მშვიდობისკენ ვისწრაფვით. ამიტომ მოვევლინეთ აქაურობას ამ პერიოდში და ამ რეალობაში და ამიტომ ვართ აქ. თუ მოგეწონათ, თუ თქვენთვის ეს საინტერესო იყო, მომწერეთ, გამიხარდება, დამილაიქეთ. აბა თქვენიცით. წარმატებულ ბედნიერ დღეებს გისურვებთ.